და ჯოჯოხეთი შემაზრწუნებელი რეალობაა. ნამდვილი ჯოჯოხეთის განცდა რომ რამდენიმე წამი მოგვივიდეთ, ხორციელი ბუნება ამას ვერ გაუძლებს. ეშმაკი არ ჭირდება ამას. ვიღაცას გონია ეშმაკია ყველა ეს საშინელი. არა, ჯოჯოხეთია ყველა ეს საშინელი. ეშმაკი კი არა. ეშმაკი რა არის? და ჯოჯოხეთი რა არის? აბა მამაო ადამიანი იკითხავს. ჯოჯოხეთი არის უღმერთობა და მარადიული მარტოობა, გესმით? გეომეტრიული პროგრესიასავით მზარდი სასოწარკვეთილება, რომელსაც დასასრული არ აქვს. აი ეს არის ჯოჯოხეთი. რა ეშმაკი? რის ეშმაკი? ეშმაკს თვითონ ეშინია ჯოჯოხეთის არ გახსოვთ როგორ ეუნება ქრისტეს დროზე ადრე რატომ მოხვედიოდა. ოღო ჯოჯოხეთი არა და უფსკულში არ ჩაკვმა რომ აი ღორებში შევა. და აი ამ სრულ უღმერთობას ადამიანი თვითონ უმზადებს საკუთარ თავს. იმიტომ რომ ვერ მიხვდა რისთვის არის დაბადებული, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა მოაზროვნეობა, თავისუფლება, მაგრამ მან მათ გამოყენებაზე უარი თქვა, საკუთარ ეგოიზმს, ქვენაგრძნობებს ემსახურა.